ეს არის ძალიან საინტერესო პროცედურა, რომელიც კეთდება პაციენტებში, რომელთა სიცოცხლესაც მწვავედ საფრთხე ემუქრება. შეხედეთ, ექიმი ბურღავს ძვალს პაციენტისას ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე და ათავსებს ინტრაოსეურ კათეტერს, რომელიც თავსდება ძვლის ღრუბლისებრ ნივთიერებაში და ეს არის ანალოგი იმ კათეტერისა, რომელსაც ექიმები ათავსებენ მაგალითად ვენაში. ეს კათეტერი ზუსტად იგივე ფუნქციას ასრულებს, ანუ ინფუზია სხვადასხვა სითხეებისა და მედიკამენტებისა ვენურ სისტემაში. მაშინ რა გასაჭიროა ესეთი ინვაზიური პროცედურის ჩატარება? ეს პროცედურა კეთდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა ყველა ალტერნატივა იყო უშედეგო, მაგალითად პაციენტი არის ჰიპოვოლემიურ შოკში, ექიმმა ვერ მოახერხა ინტრავენური კათეტერის ჩაყენება და ერთადერთი ალტერნატივა რჩება ეს ინტრაოსეური კათეტერი, რათა შეძლოს ექიმმა პაციენტის თერაპია და ამით ასევე მისი სიცოცხლის გადარჩენა. დააკვირდით ამ კვლევას, აქ ნათლად არის ნაჩვენები, როგორ ხდება ძვლის ტვინში კონკრეტული საინფუზიო ხსნარის ინფუზია და მისი ვენური სისტემით, ასე ვთქვათ, გულის მიმართულებით დიფუნდირება. პროცედურა კი გამოცდილი პროფესიონალისგან სრულდება.